მოდით ახლა ძალიან კარგი ინიციატივაზე გავაგრძელოთ საუბარი საჩხერეში სმენა დაქვეითებულ ბავშვთა გამოსავლენად ახალი ინიციატივა დაიწყო შვედმა სპეციალისტებმა დღეში 120-დან 150 ბავშვის კვლევის საშუალება მოგცა და სწორედ ამ ინიციატივაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი. უჩა პირმისაშვილი იმყოფებოდა კლინიკაში, მოდით ჯერ ვნახოთ უჩას სიუჟეტი და შემდეგ უკვე დეტალებზე საუბარს განვაგრძობთ სტუმრებთან ერთად. საჩხერეში დღეს სხვადასხვა ასაკის ბავშვების სმენის პრობლემებზე სპეციალური აპარატით შეამოწმეს. არასრულწლოვნების უფასო გამოკვლევასა და დახმარებას შვედეთის სმენა დაქვეითებულთა ასოციაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრთან ერთად ახორციელებს. კონსულტაციაზე ბავშვები მშობლებმა თავიანთი სურვილით მიიყვანეს. ჩემი ორივე შვილი შევამოწმეს, საბედნიეროდ არ ჰქონდათ პრობლემები, თუმცა იყვნენ ბავშვები, რომელსაც ჰქონდათ პრობლემები, რომელსაც მოუგვარებენ და ძალიან სასიხარულოა ესეთი პროექტები. ჩვენ რა თქმა უნდა დაუკავშირდით მშობლებს, უთხარით აუხსენით რა სიტუაცია იყო და რადგან მივიღეთ ყველასგან თანხმობა, ორგანიზებულად წამოვიყვანეთ და გაიარა უკვე შემოწმება პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ. შვედეთიდან ჩამოსული სპეციალისტთა ჯგუფი მუნიციპალიტეტში პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს მათი სურვილისამებრ შეამოწმებს. კონსულტაცია და დახმარება ასევე გაეწევათ სმენა დაქვეითებულ მაღალი კლასის მოსწავლეებსა და სკოლის პედაგოგებსაც. ბავშვებს, რომლებსაც სმენის პრობლემა დაუდგინდებათ, საუკეთესო ხარისხის ციფრული სასმენი აპარატები უფასოდ გადაეცემათ, რომლებიც სმენადობის პრობლემის მიხედვით ინდივიდუალურად დამზადდება. საქართველოსთან 2005 წლიდან მეგობრობთ. ამ პროექტით ჩვენ უკვე მოვიარეთ თქვენი ქვეყნის რამდენიმე ქალაქი. ამჯერად ჩვენ ვიყოფებით საჩხერეში, სადაც სმენის პრობლემები უკვე აღმოაჩნდათ 15-მდე ბავშვს, რომელთაც აუცილებლად გაუწევთ შესაბამის დახმარებას. 8 სპეციალისტია ჩამოსული, ჯგუფშია თითქმის ყველა სპეციალისტი, რაც სმენასთან არის დაკავშირებული. აუდიოლოგები არიან ცნობილი კაროლინსკას ჰოსპიტალიდან, არიან კიდევ საუნივერსიტეტო კლინიკიდან, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ითვლებიან ძალიან წარმატებულ სპეციალისტებად. პროექტის ფარგლებში საჩხერის სამედიცინო ცენტრის პერსონალს შვედი ექიმები საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებენ. სმენა დაქვეითებულ ბავშვთა მხარდაჭერისა და უწყვეტი მონიტორინგისათვის შვედი სპეციალისტების მიერ მოხდება ჩვენი კლინიკის პერსონალის დატრენინგება. საქართველოში ჩამოსული სპეციალისტთა ჯგუფი საჩხერის სამედიცინო ცენტრში 3 კვირის განმავლობაში იმუშავებს და ყოველდღიურად დაახლოებით 120-დან 150-მდე სკოლის მოსწავლეს შეამოწმებს. ჩვენ უკვე სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდით, მე მინდა გაგაცნოთ ისინი მირანდა ჯანხოთელი, პროექტის მენეჯერი, კოორდინატორი და თამარ მელიქიძე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ესეთი არაჩვეულებრივი პროგრამისთვის პირველ რიგში. მოგესალმებით, ქალბატონებო, პირველი კითხვა ჩვენ ნახეთ შვედი სპეციალისტები როგორ ემსახურებოდნენ საჩხერელ ბავშვებს. პირველ რიგში ეს აქცია იქნება რეგულარული თუ ერთჯერად ხასიათს ატარებს. საჩხერის სამედიცინო ცენტრი რეგულარულად აწყობს უფასო სამედიცინო აქციებს, როგორც საჩხერის, ასევე ჭიათურის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მოსახლეობისათვის. პერიოდულად ასევე საჩხერის სამედიცინო ცენტრის მობილური ჯგუფის ექიმები აწყობენ გასვლებს სოფლებში და მოსახლეობას ადგილზე უტარებენ პირველად სკრინინგულ გამოკვლევებს და კონსულტაციებს დიახ ნებისმიერ სოფელში. ასევე ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში გვაქვს აქციები, მაგრამ საგულისხმოა, რომ ეს აქციები არ არის ერთჯერადი და ეს აქცია არ მთავრდება იმ დღეს. აქციის შედეგად გამოვლენილ პათოლოგიების შემთხვევაში მაღალკვალიფიციური, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები პაციენტებს უტარდებათ კლინიკაში, ასევე უფასოდ. ანუ ყველაფერი არის უფასოდ, ასევე სასმენი აპარატიც არის უფასოდ, ხომ, როგორც გავიგეთ სიუჟეტში. სასმენი აპარატიც არის უფასოდ და განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციურ პერსონალთან ერთად აქციების დროს პაციენტებს ეძლევათ საშუალება
უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაიტარონ როგორც თბილისიდან, ასევე უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებთან. ახლა ვინც გიყურებს და თქვა აქვს პრობლემა შეუძლიათ რომ მაგალითია კონკრეტული მაგალითია. არა მარტო საჩხერის რეგიონის ცხოვრებისთვის. აი ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ დღესდღეობით საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს აქცია შვედი სპეციალისტების დახმარებით. სტოკჰოლმის მენადაქვეითებულთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ნაბიჯის მიერ პრევენციის მიზნით ჩვენს კლინიკაში ტარდება კვლევას მენადაქვეითებულ ბავშვთა გამოსავლენად და მხარდასაჭერად. აქციის ფარგლებში შვედეთის ექიმ სპეციალისტთა ჯგუფი მოიცავს საჩხერის მუნიციპალიტეტის პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს, რომელთაც ჩაუტარდებათ სმენის კვლევა და კვლევის შედეგად გამოვლენილ პაციენტებს, სმენადაქვეითებულ ბავშვებს უფასოდ გადაეცემათ საუკეთესო ხარისხის ციფრული აპარატურა. გადაცემა თუ კი დადგინდა რომ მას პრობლემა. დაახლოებით 2 კვირაში. 2 კვირის განმავლობაში თუ კი დადგინდა პრობლემა და მას ესაჭიროება სასმენია, 2 კვირაში მას ექნება უფასო საუკეთესო ხარისხის ციფრული აპარატურა და პარალელურად საინტერესოა ისიც, რომ ფსიქოლოგებიც არიან ჩამოსული შვედეთიდან, რომლებიც ასეთ ბავშვებს გაუწევენ საინფორმაციო სახის კონსულტაციას და გააცნობენ აპარატის მოხმარების ინსტრუქციას. მე მგონი რთული არ უნდა იყოს ამ აპარატის მოხმარება და ძალიან დიდი ბედნიერება. რთული არ არის და ასწავლიან ბავშვებს. უფასოდ ეძლევა ეს. უფასოდ ეძლევათ. 800-მდე პაციენტია გამოკვლეული, დაახლოებით 200 ბავშვი და შემაშფოთებელია, რომ 30-მდე ბავშვს გამოუვლინდა სმენის დეფიციტი, რომლებიც საჭიროებენ 1 ან 2 სასმენი აპარატის გამოყენებას და ამიტომ მინდა მოუწოდო მშობლებს თქვენი ეთერითაც, რომ მოიყვანონ ბავშვების სმენის გამოსაკვლევად, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მიზეზი სმენის შესაძლებლად. შეიძლება ბავშვს არ ეთყობოდეს, რომ მას აქვს პრობლემა და საბოლოოდ აღმოაჩნდეს ამას ამბობთ, ხო? ასეთი შემთხვევა ჰქონდა, დედამ მოიყვანა 2 შვილი. ერთზე ფიქრობდა, რომ ჰქონდა პრობლემა, მაგრამ საბედნიეროდ იმ ბავშვს არ აღმოაჩნდა პრობლემა, მაგრამ მეორე ბავშვს დაჭირდა ორივე ყურზე სასმენი აპარატი. აუცილებლად საჩხერეში უნდა ჩამოიყვანონ ბავშვები თუ ხანდახან გიწევთ ხოლმე გასვლა და სხვადასხვა რეგიონებშიც. აი სმენის ეს პროექტი ეხლა ტარდება 17 სექტემბრიდან ტარდება ჩვენს კლინიკაში ჩამოიყვანონ ეს ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ სხვა რეგიონებიდანაც შეგიძლიათ რომ მიბრძანდეთ და უფასო გამოკვლევა, არა მარტო უფასო გამოკვლევა ჩაიტაროთ, არამედ შემდეგ უკვე აპარატებითაც უზრუნველყოფილი იქნებით, თუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაგჭირდათ. ქალბატონ თამართან გადავალმე შემდეგი კითხვით. საჩხერის სამედიცინო ცენტრის სხვადასხვა განყოფილებას მოიცავს, მათ შორის შოკის დარბაზს, სადაც რეანიმაციაში გადაყვანამდე პაციენტს ემსახურებიან და პირველ დახმარებას უწევენ. ასევე რა არის თქვენი ცენტრის უპირატესობებზე, რომ მოგვიყვეთ? მოგესალმებით. საჩხერის სამედიცინო ცენტრი თავისი არსებობის უკვე 50 წლიან პერიოდს ითვლის, არც თუ ახალია. და ჩვენს კლინიკაში მუშაობს რამოდენიმე ძირითადი განყოფილება, ის მრავალპროფილური კლინიკა გახლავთ. ძირითადი მიმართულებები სამედიცინო სფეროსი, დაწყებული თერაპიიდან, ქირურგიული პროფილი, სამიანო გინეკოლოგია, პედიატრიული სამსახური, ინფექციური, კარდიოლოგიური, თუმცა მარტო ამითი უბრალოდ ვერ შემოვიფარგლეთ, ეს არის ძირითადი მიმდინარეობები, რომელიც აუცილებლად დასაფარია სამედიცინო კუთხით. ჩვენ ახლა ბოლო პერიოდში უკვე დავიწყეთ ახალი მიმართულებები, ეს იყო ონკოქირურგია, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ჩვენს კლინიკაში წარმატებით მუშაობს, მოიხსენებათ ონკოლოგიური პაციენტის სიმძიმე და მისთვის ახლა გადაადგილება საკუთარი საცხოვრებელიდან სხვა ქალაქში წასვლა, იქ მომსახურების მიღება, ეს საკმაოდ რთულია, ამიტომ ეს საკმაოდ დიდი სერვისია და კომფორტია ასეთი პაციენტისთვის. ადგილობრივებიც და მოწვეული სპეციალისტებიც. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკა ესე მარტო ადგილობრივი სპეციალისტებით არ არის შემოფარგლული. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს წამყვან სპეციალისტებთან, რესპუბლიკის წამყვან სპეციალისტებთან და გარკვეული გრაფიკით და ურგენტის შემთხვევაშიც ეს სპეციალისტები ჩვენთან უპრობლემოდ მოდიან. ეს ონკოქირურგიის ხაზით. ასევე დავიწყეთ პლასტიკური ქირურგია რამოდენიმე თვეა უკვე წარმატებით მუშაობს ჩვენთან
ბატონი გუგა კუზანოვი გახლავთ. არც არც ნაკლები. დიახ. და მინდა აღნიშნო, რომ უპირატესობა ჩვენთან ის არის, რომ ეს ოპერაციები, რა თქმა უნდა, ესეც არა მარტო საჩხერლებისთვის არის, ეს არის მთელი საქართველოსთვის, სურველებისთვის და 20%-იანი ფასდაკლებით ტარდება ჩვენს საჩხერეში. შეიძლება კუზანოვთან გაიკეთოთ. აი, ყველაზე მეტად რა აწუხებთ საჩხერეში? 20%-ის ხათრით ჩამოვიდნენ. მარტო პროცენტის ხათრით არა, მოდით, იმიტომ რომ ჩვენი კლინიკა გვაქვს ამბიცია და ნამდვილად უნდა გქონდეთ. ყველაზე მეტად რაჩივილით მოდიან გუგა კუზანოვთან პაციენტები. ხა თბილისში ვიცი რომ ცხვირი არის ყველაზე მეტად მოთხოვნადი. ცხვირი არა, მოდით არ ვიტყვი ძირითადად ცხვირს, იმიტომ რომ თითქმის ყველა მიმართულებით ესე ცხვირიც, ყურიც და ასე შემდეგ, ასე რომ მან ცალკე ესეთ გამოკვეთილი მიმართულება როგორც ასეთი არ არის. ეხლა რაც ხდება ეს ვიცით, მე როგორც ვიცით, თქვენ გეგმაში გაქვთ პალიატიური მოვლის სამსახურის გაკეთება და ასევე ჰემოდიალიზის. ამას როდის აპირებთ? დიახ. ჰემოდიალიზი, მოდით ასე ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ უკვე გაკეთებულია. ეს ძალიან სამაღალი ნათქვამი გამომივიდა, მაგრამ სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჰემოდიალიზი მოგეხსენებათ ცოტა განსხვავებული პროფილია და მას სჭირდება განსხვავებული ინფრასტრუქტურა. აი ამ ყველაფრისთვის უკვე მუშაობა დაწყებულია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება მზად ეს ყველაფერი ჩვენს რაიონში, მთელ საქართველოში ალბათ და ჩვენ დაახლოებით 80 პაციენტი გვყავს ადგილობრივი მოსახლე, რომელიც აი ამ პრობლემის გამო კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ გადიან რაიონიდან სხვადასხვა მიმართულებით, ზოგი თბილისში, ზოგი ზესტაფონში ამ პრობლემის მოსახსნელად და ესეც ალბათ ძალიან დიდი კომფორტი იქნება მათთვის ადგილზე ასეთი საათი უწევთ იწვნენ და გადაისვენ და ეს არ ურთულეს. კვირაში 3 დღე ფაქტიურად სახლიდან გასულები არიან ასეთი პაციენტები და ეს მომსახურება შეუძლიათ უპრობლემოდ ჩვენთან ადგილზე მიიღოთ. რაც შეეხება პალიატიურ მოვლას, იგეგმება პალიატიური სამსახურის შექმნა. იქედან გამომდინარე, რომ რეგიონში ძალიან ბევრი პაციენტია, ვინც პალიატიურ მოვლას საჭიროებს და დღესდღეობით ჩვენი კლინიკა ასეთ პაციენტებს ინტენსიური მოვლის განყოფილებაში ათავსებს და როცა ესეთი სამსახური შეიქმნება, ამით უფრო შესაფერის დახმარებას მიიღებენ პაციენტები. გარდა ამისა, გეგმება ასევე ტრენინგ ცენტრის განახლება. ტრენინგ ცენტრი ფუნქციონირებდა ჩვენი კლინიკის ბაზაზე, თუმცა გარკვეული პერიოდი აღარ ფუნქციონირებს. პერსონალ როგორც ჩვენი კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე დასავლეთ საქართველოს სრულად მოვიცავთ დასავლეთ საქართველოს. მიმდინარეობს ამ ეტაპზე ტრენერთა სერტიფიკატების განახლება, სათანადო აპარატური და აღჭურვილობებით კლინიკის მომარაგება და ალბათ ტრენინგ ცენტრიც მალე ამოქმედდება ჩვენს კლინიკაში. დარგი არ არის რომ თქვენთან არ იყოს საავადმყოფოში და აემატება სულ მალე პალიატიური მოვლა. სისხლძარღვთა ქირურგიაც. ეს ყველაფერი არის კარდიოქირურგია. ძალიან მალე იქნება. მაგრამ მე მაყურებელს მინდა მიმართო, მშობლებს თუ თვლით რომ თქვენ ბავშვი რაიმე პრობლემა შეიძლება ჰქონდეს სმენასთან დაკავშირებით, 3 კვირის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ ჩაიყვანოთ ბავშვი ადგილობრივ საჩხერეში, მას უფასოდ ჩაუტარდება კვლევა და საჭიროების შემთხვევაში ასევე უფასოდ გადაეცემა მას სასმენი აპარატი. ეს ეხება მთელ საქართველოს. ნებისმიერ კუთხეში თუ თვლით რომ გაქვთ საჭიროება, ჩაბრძანდით სანამ იქ არიან შვედი სპეციალისტები. ნაკლები პაციენტი და მეტი დანადგარები და მეტი პროფესიონალები თქვენ. არა. ნაკლები პაციენტი. ნაკლები პაციენტი ნამდვილად. მოკლედ კარგ საქმეს აკეთებთ და მე მინდა რომ სულ განვითარდეთ და განვითარდეთ. ასე გააგრძელოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს.